მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელი დროში ვაპირებ წარმოგიგინოთ ჩემი ბავშვობის დროინდელი ზღაპრები. ეს იქნება ერთგვარი რეაქცია ვიდეო, დიდი ხანია მე წიგნები არ გადამიშლია და მართლა აღარ მახსოვს შიგნით რაები მელოდება. დავიწყოთ პირველით, ეს გახლავთ ზღაპრების ოქროს წიგნი. უკანაც აქვს თქო ნახატი. მე ზღაპრების კითხვა დავიწყე მაშინ, რაც წერა კითხვა ვისწავლე სკოლაში, სადაც 6-7 წლის ასაკში. პირველი ზღაპარი გახლავთ ნასარქექია. დევთან შეხვედრა. მიუხედავად იმისა, დიდი ხანი არ გადამიშლია, ეს ნახატები ეხლა რო გადავშალე გამახსენდა. ეს უკვე დევების სახში არის ნასარქექია. ვისაც რავი, წაკითხვა გინდა შეგიძლიათ დააპაუზოთ და ჩემზეც მოახერხებთ წაკითხვას. შემდეგ გახლავთ კაცის ძალა, ხო, ესაც დევზი არის, ოღონდ ზუსტად არ მახსოვს რა ხდება აქ. აქ უკვე მეცხვარას ხდება. შემდეგ არის სამი ტყუილი. ესაც არ მახსოვს, აქ მახსოვს მარილზე გავიდა. ეს მეფეს ხდება და კიდე ყოფილა ერთ-ერთი ნადირთა ძმობა. გელი დათვი მელია. კიდე არის მძლე ძალიან მიყვარს. მურთმული ყოველ შემთხვევაში შემოსაყვალესი მურთმული გახლავთ. ეს თვითონ ეს ზღაპარი და მურთმული ამდენად არის ახლოს, ეგ უკვე აღარ ვიცი, აღარ მახსოვს. კი ბატონო, ყაჩაღები გადააწყდებიან დელეთამძლეს, ხმალს აწერია რა თქმა უნდა. მისი სახელი, თუმცა აქ არ ჩანს, მურთმულში ჩანს. პირველ ჯერზე წაიყვანე ტახტზე სანადიროთ. უკვე ისა ბოლოში აღმოსავლეთის რაინს რო ებრძოლება და კვეთს თავს. და კიდე ყოფილა მეხუთე მოთხრობაც ერთი მანეთის შოვნაც. ამის შინაარსიც ასე თუ ისე მახსოვს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჯერ ვკითხულობდი ხოლმე ბავშვობაში ამ ზღაპრებს და მით უმეტეს ხშირადაც ვათვალიერებდი ხოლმე. ზას ულაკაურის შესრულებული ყოფილა ნახატები ერთი შეხედვით ეთყობა პრინციპში. გადავიდეთ შემდეგ წიგნზე. ეს გახლავთ ქართული ხალხური ზღაპრები, ეს სულვაში ჩემპიონატესმა მიახატა სამწუხაროდ. აქ წერია რა ზღაპრები არის წიგნში შესული. დავიწყოთ მოკლედ. აქ ყოველთვის არის რაღაცა ვინც შუქრინდა, ვაწერდით ხოლმე იმის სახეს, სახსროთ ამისგან, იმისგან. პირველი გახლავთ 100 ფურცელა. ესაც დევებზე არის. ქართული ზღაპრები სავსე არის დევი პერსონაჟებით. ზოგან იდიოტები და დებილები არიან, ზოგან საკმაოდ ცბიერები და ჭკვიანები. ეს უკვე 100 ფურცელა არის. ეს დევის სახში მივიდა, სადაც თუ არ ვწდები, მისი ორი უფროსი ძმა გაუჩინარდა და რო გაიზარდა, დედამ გაუშვა მათ საძებნელად. კოკროჭინაც ძალიან მიყვარს. ეს კუდიან დედაბერი მიადგა ჩვენ კოკროჭინას, რომელიც ვაშეს ხეზე იყო ასული. აქ რა ხდება, აღარ მახსოვს, ამ გონი კოკროჭინა ჩასვა ტომარაში, მე ეს ტომარიდან ამოზროთ ქვები ჩაყარა. ეს კატა საჭრის კუც, როგორც მახსოვს. აქ რაღაცას ხარშავს ეს დედაბერი და სრულდება. და ბოლო არის გლეხი, დათვი და მელია. ხო, ესაც არ მახსოვს რა ხდება. ეს ის ხო არ არის? შენი ცოლის ნათქვამა სიტყვა დამკოდავ თუ რაღაცა რომ არის გამონათქვამი. შეიძლება ეგ ზღაპარი არის. კარგს შეიფობენ ჩვენი მელია და გლეხი. ცოტა ჭირს გადაშლა. ხო და ესე სრულდება. არ მახსოვს ამ ზღაპრის შინაარსი ამდენად არ მახსოვს. გადავიდეთ შემდეგზე, კვლავ ქართული ხალხური ზღაპრები. წიქარა კომბლე ნასარქექია. კომბლე ნასარქექია, ამ ყველა ზღაპარს აქვს ბევრნაირი ვერსია. არის ფიქრობთ, რომ ყველგან ერთ და იგივე წერია. წიქარათი იწყება, წიქარა ერქვა ამ ხარს. როდესაც როგორც მახსოვს, ამ ბიჭუნას გარდაეცვალა დედა და მამის მოიყვა სამქალს მეორე ცოლს და საშინელი კუდიანი დედიდასვალი აღმოჩნდება და ბიჭი თუ არ ვწდები, თავის ხართან ერთად გარბის და ეს ქალი მას ტახტს დაადევნებს, მე ეს ბიჭი სავარცხლს გადააგდებს უკან და ამოატყენ თუ რაღაცა. ეს დედაბერი მიგონი დასახმარებლად და
მეგონი დედინაცვალი იქნება სახეშეცვლილი. აქ უკვე საპმობილეში არის. ხო მეტი არ მახსოვს მართლა. შემდეგ ახალ კომბლე. კომბლეს უამრავი ვერსია ყავს. ვერსია აქვს, ზოგან არის რომ ცხრები ყავს, ზოგან ძროხა. ცხრები შეხვდა მელიასთან, დათვთან და ბოლოს რა თქმა უნდა მგელთან, რომელიც მათ გადასანსლავს და კომბლეს დრუზავს და სრუზავს და გადაარჩენს თავის ცხრებს და ნასარქექიას მორიგი ვერსია. აი დევი. ეს უკვე დევის სახლში არის. ჭირს უკვე გადაშლა რა. და ნუ სრულდება ჭირი იქალ ხინი იქ. გადავიდეთ შემდეგზე, ეს უკვე არის სოფლიოს საუკეთესო ზღაპრების. უკვე უცხოური, ალბათ ევროპული ზღაპრები არის. კონკია, თოვლის დედოფალი, ფიფქია და შვიდი ჯუჯა. ნუ რა თქმა უნდა, თავის დროზე ზღაპრებს სულ დატვირთვა ქონდა, სულ შინაარსი ქონდა, ბევრად უფრო სასტიკები და რესტურები იყო, ვიდრე ახლა არის. ნუ მერე ბავშვებისთვის შეცვალეს რა მათი შინაარსი. ნუ პირველი რა იყო? ფიფქია, ხო? კი ბატონო, ფიფქია და შვიდი ჯუჯა. ნუ ფიფქია შინაარსი ხარ დაწუნებული ვარ ყველას გვეცოდინება. დედინაცვლის გამოექცევა ჩვენი ფიფქია და დღეში იპოვის სახლს, სადაც დახვდება შვიდი ჯუჯა. და მათთან ერთად დაიწყებს ცხოვრებას. ეს რა თქმა უნდა დედინაცვალია, რომელმაც რაღაც ხსნარი მიიღო და ყუდიან დედაბრის სახე მიიღო და მერე ვაშლი გადასწრო ჩვენ ფიფქიას, რომელიც აღმოჩნდა მოწამლული და ფიფქია გაითიშა და რა თქმა უნდა მერე მოვიდა პრინცი აკოსა და გადარჩინა. ნუ შემდეგ ახალ უკვე კონკია. აი ეს უკვე აღარ მახსოვს კონკია წაკითხული მაქვს თუ არა, იმიტომ რომ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და რაღაცებს ყოფდი, აი მაგალითად ფანქრებს ყოფდი, იყო გოგოს ფერები და რაღაც ფანქრები იყო ბიჭის ფერები და ზღაპრებზეც ეგრე ვიყავი და რაღაც მურტფილმებზე რომ ეს გოგოს მურტფილმია, ეს ბიჭისა და ეხლა რომ ვიხსენებ, აშკარად არ მაქვს კონკია წაკითხული. იმიტომ რომ გოგოს ზღაპრად მიმაჩნდა გოგოების საკითხავად, ხო. მე მგონი ყველა ესე ვიყავით ბავშვობაში. თოვლის დედოფალი. ადარაშ მაგუნა. აქაც რა ხდება ზუსტად არ მახსოვს. ნუ ყველა ამ ზღაპარსაც ქონდა მურტფილმი არის გაკეთებული რა, ქართულ ზღაპარებზეც მათ შორის. ეს კარგი არის რომ ილუსტრაციები ნახეთ ქართული ასოები არის. იმედია რომ ეს ნახატები ქართული არის, იმიტომ რომ ხშირად ყოფილა რომ გამოცემენ ხოლმე წიგნებს ილუსტრაციებით, მაგრამ ილუსტრაციები არა ქართულის, არამედ უცხოური გამოცემას ეკუთვნის ხოლმე და ეს აშკარად ქართული ნახატები არის და ძალიან კარგი არის რომ წლების წინ ასე ზრუნავდნენ მკითხველზე და ბავშვებზე. და ნუ დასრულდა. ბატონო, შემდეგი ახლა ზღაპრების ოქროს წიგნი, აქაც ალბათ უცხოური ზღაპრები იქნება. ბაჭია და ფისის თოჯინა. გადავშალოთ. გამოცემლა თბილისის 2006 წელი როდინდელებია. ნუ მე დაახლოებით 2008-9 წლებში ყიდულობდი ხოლმე ამ წიგნში. ყიდულობდნენ უფრო სწორი იქნება. პირველი გახავს შექმებიანი კატა. კი ბატონო. ამ შექმებიან კატაში რა ხდებოდათ არ ვიცი რა. მურტფილმებიც არსებობს, მათ შორის საბჭოთა დროინდელი რუსული მურტფილმიც მაქვს ანახი ამერიკულიც, რა ვიცი. ბევრი ვერსია არსებობს რა ამ შექმებიანი კატის. შემდეგ ახლა ბრემენელი მუსიკოსები, ამის ბევრი ვერსიაც არსებობს. ეს რუსული მურტფილმი კარგი არის, უყურებდი ხოლმე ბავშვობაში. ნუ ეს ზღაპრები ეკუთვნის ძმებ გრიმებს რა, თუ არ ვსწრები სულ ყველა მათგანი. და ფისის თოჯინა. აქაც რა ხდება ზუსტად არ მახსოვს. ქართა იმისა რომ ეს თოჯინა ფისის და ბაჭიას და მელიას ხელებზე ეკრობა. როგორცაც მელიამ ხაფანგის სახით დადო ეს თოჯინა, მე კურდღელი მიეპარა, მიეკრო ხელი და მელიამ ჩაიგდო ხელში. დიდი ალბათობით. და კიდე არის სიოცხლის წყალი, ხო, ეს სამ ძმაზე არის, გონი მამა არის გააგზავნის, რომ სიოცხლის წყალი მოიტანონ მისთვის.
და გზად რაღაც დაბრკოლებები შეხვდებათ რა. Ну, რა თქმა უნდა, როგორც აპრებში ახალმე უმცროსი ძმა აღმოჩნდება ყველაზე ბრძენი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე გულკეთილი და მგონი ამ ზღაპარში ეგრე იყო. ეს თვითონ სიცხლის წყალი მოაქვს ამ ოქროს თასით. და ეს უფროსი ძმები პარავენ, როგორც ჩანს. და უკვე მამასთან დაბრუნდნენ. ხო, ესე თუ არ გადავიკითხე, ესე ზუსტად არ მახსოვს რა ხდება ამ ზღაპარში. ტირაჟი 500 ცალი. შემდეგ ახალს უკვე მეფე ლომი სიმბა უკან არაფერი არ ხატია. მე მახსოვს მე სკოლაში მივიტანე ერთხელ ერთ-ერთი ზღაპარი და კლასელებმა მთხოვეს რომ მათთვის მეთხოვებინა და მთელ კლასმა შემოიარა, მოკლედ მთელი კლასი შემოიარა, მოკლედ ამ ზღაპარება და ყველა კითხულობდა რა. და კაი საქმე იყო ეგ ნამდვილად. ეს 2005 წლის არის მეფე ლომი. ამათ რა ქვია მუფასა და იმას რა ქვია მეორეს კი აღარ მახსოვს ამ ბოროტს მას. ეს პატარა სიმბა საკმაოდ ბევრი ადგილი უკავია ნაწერებს, ნახატები ნაკლებად არის. ეს გიჟმაჟი აფთრები ზოგადად სიმბას მორთმე დიდათ არ მიყვარდა რა. იმიტომ რომ საკმაოდ ემოციური იყო და არ მომწონდა მაგალითად. არც ბემბი მაგალითად. ხამა ბავშვობაში მაქვს ხოლმე ეგენი ნანახი და იმის მე აღარც მინახავს. ხო, ამ წიგნში როგორც ჩანს მარტო მეფე ლომი არის. მეფე ლომი არ მიყვარდა, მაგრამ აი პუმბა და ტიმონი ძალიან მომწონდა რა. მაგალითად ცალკე ანიმაციური სერიალი იყო გაკეთებული და რა ვიცი, დისკებზე მქონდა ხოლმე. რა ხა ინტერნეტში ეს ქართული ვერსიები სამწუხაროდ არ მოიპოვება და დისკებს კიდე რა ვიცი, დაკარგული არის, ვეღარ ვთავდა რა ვიცი. და კაი იქნებოდა მათი ხელახლა ნახვა. და როგორც ჩანს ერთი ზღაპარიღა დამრჩა. თითქოს მახსოვდა უფრო მეტი მქონდა, არ ვიცი. ნუ რაღაცებს ალბათ მეგობრების გამთხოვლობდი ხოლმე რა. ეს გახალთ ბემბი. როგორც ჩანს მარტო ბემბი არის ამ წიგნში. ეს აუცილებლად გავს ბემბი და შლის ნუკრის ამბობი ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ჩვენი ვაჟას ნაწარმოები უფრო წვილი არის. ბოლოში მახსოვს ხანძარი არის და მართლაც ისე არის. რა ვიცი, ეს იყო და ეს მეტი წიგნი სამწუხაროდ არ მაქვს. თითოეული მათგანი ბავშვობაში, აი ძალიან ბევრჯერ მაქვს მართლა წაკითხული რა. და გამილამაზეს ბავშვობა რა. და რა თქმა უნდა ნახატებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რომ ბავშვს კითხვა მოანდომოს. ნუ რა ვიცი, დღეს შეგვიძლია მე დავასრულოთ. შემიძლია მსგავს ტიპის ვიდეო ჩავიწერო მაგალითად ენციკლოპედიებზე. მაქვს საბავშვო ენციკლოპედიები, ცხოველთა სამყარო, დინოზავრები, სოფლიოში საოცრება და ასე შემდეგ. რა მაგაზე შეიძლება ვიდეო ჩაწეროთ, თქვენ თუ იქნებათ სრული. მე ყველა ვარიანტი ჩავიწერე, მაგრამ თქვენ თუ სრული გექნებათ, უფრო სწრაფად ჩავიწერთ თუ დააკომენტარებთ. რა ვიცი, დღეს კი ამით დაგემშვიდობებით. სრულ სამები გამოვიწეროთ არხი, მოვიწევთ ვიდეო და შეხვდებით უახლოეს ხანებში, კარგად ბრძანებოდეთ.